ვაზარის ნიშნავს და 20 წამი არის სულთან მოგება განმარტოთ გულშემატკივრებისთვის და აი ეს ვაზარი უკვე კიდევ ერთხელ შეიძლება ეს ვაზარი ძალიან კარგი და შებოჭე ონისე დაეჭირა ფეხი გაექცა მაგრამ დარწმუნებული ვარ ფეხს გამოიღებს არა იქნებ მოახერხოს როგორმე მაგრამ ვაზარი და ორი უკვე სერიოზული უპირატესობა აქვს ფიზიკურად მაინც ძლიერია მიუხედავად ორი უკოსი არ გაჩერდა არა აქ ახლა როგორ იყო დათო იცი უტევდა რუსი და კონტრშეტევაზე დაიჭირა ონისე მაგრამ ხედავ რა შემართებით არის ვაზარი გაუუქმეს რატომ გაუუქმეს არ ვიცი ვერ მივხვდი არ გაუქმებია საჯი აჩვენებს ახლა რომ ვაზარი უნდა გაუუქმო გავლოზეც არის გაუუქმეს კი არა იყო ვაზარი რა ვიცი რატომ გაუუქმეს არ ვიცი კონტრშეტევაზე იყო და დააგდო და არჩებოჭო არ დაუფიქსირე შემდეგ აი ახლა მიცეს ვაზარი და შებოჭო ცოტა არეული და ვაზარი დაუფიქსირე ახლა დაუფიქსირეს ვაზარი უკვე ანუ ეს უკვე არ მომეწონა ახლა ეს რო თქვა ნუ გვერდით იმ საჯების გადაწყვეტილება ნამდვილად არ მომეწონა წეღან იყო ვაზარი აშკარად და გაუუქმეს ის ვაზარი და ახლა მიცეს რუს ახლა შეიძლება ესეც იყო რუსის მხრიდან მაგრამ გაუუქმეს ამასაც აუქმებენ ორივე ვაზარი გაუუქმეს ხო ისთვის არის საჯი გასაგებია ნუ ახლა ეს საჯი აძლევს მაგრამ გვერდითები უუქმებენ ამას ვერაფერს და ვერ დავადანაშაულებთ ახლა ამ არბიტრს ჩვენ თავად დაეცა ახლა აქ თავად დაეცა ონისე შეიძლება ეს იყოს ფეხში წაავლო ხელი სხვათა შორის აი ახლა შეიძლება საერთოდ მოხსნან რუსი ძიუდოისტი აი ახლა შევამჩნიე მე ეს ეპიზოდი ფეხში წაავლო და შემდეგ დაეცა მხოლოდ ონისე არ არის გამორიცხული პირდაპირ მოხსნან რუსი ძიუდოისტი მე ვფიქრობ ასეც უნდა მოხდეს მხოლოდ მაგიტომ დაეცა ონისე ზურგზე შემდეგ რომ იყო ფეხში რა თქმა უნდა აი ამ გამეორებაზე ძალიან კარგად გამოჩნდა ეს კარგია აი კიდევ ერთხელ თუ გვაჩვენებენ გამეორებას ახლა გულშემატკივრები შეიძლება ვერ შეამჩნიეს ეს და დარწმუნებული ვარ არც იციან ელოდებიან გაგრძელებას შეხვედრის მაგრამ მე ვფიქრობ ახლა მსაჯები უკვე უყურებენ რამდენად გამოიყენა ხელი აი ამ ილეთის დროს ფეხში მოკიდა აშკარად დავინახეთ რომ ფეხში მოკიდა ხელი მაგრამ აი როგორ ჩათვლიან ახლა უკვე დაბლა ჭიტში იყო გადასული და შემდეგ მოკიდა ხელი აი ეს არის მაგრამ ის თუ დაფიქსირდა და ვაზარი მაშინ უკვე უნდა მოიხსნას ვაზარი დაფიქსირდა მას შემდეგ რაც ხელი მოკიდა ფეხში აი ნახოთ ანუ არანაირად ვაზარი არ იქნება თუ მაშინ უნდა მოხსნან საჩი ძიუდოისტი ან არა და დატოვონ ეს გააგრძელეს ხო საკმაოდ დიდი ხანი დაშირდათ იმისთვის რომ გადაწყვეტილება მიიღოთ საჯებს დილემის წინაშე იყვნენ საჯები ახლა იქან უნდა მოეხსნათ რუსი ძიუდოისტი ვაზარს ვერ მიცემდნენ ვერანაირად და თუ იქ უკვე რადგან ვაზარის ეს გდება რუსი ძიუდოისტის გამოიწვია ფეხში ხელის სწავლება და ონისეს ვაზარიც მოხსნეს ონისეს ვაზარი აი რატომ მოხსნეს ეგ ცოტა გაურკვეველი აშკარად იყო რუსი უტევდა და ონისემ აქ კონტრშეტევაზე მოახერხა მეტოქის დაჭერა და შემდეგ ბოჭავდა კი წუთნახევარი დარჩენილი არა არ არის ეს ახლა ვაზარი არანაირი რა ეს არ შეიძლება ახლა ონისე აკეთებდა რა თქმა უნდა ახლა არ შეიძლება ამ საჯმა უკვე აურია ახლა მე რამდენი შეცდომა მომწონდა უკვე მომეწონა თქვი კარგად საჯობს მაგრამ ახლა აშკარად აურია უკვე ონისე აკეთებდა გდებას და არანაირად არ შეიძლებოდა ახლა მიცემა არა სწრაფათვე გააუქმეს და ფაქტია გვერდით უთხრეს ეთყობა რომ უნდა გაეუქმებინათ და იცი რა მაყურებელი ამას სხვაგვარად აღიქვავს იგივე აქ არ არის ჩვენზე საუბარი მხოლოდ შიდო იგივე თუნდაც რომ იყოს ეხა არ ვიცი არის თუ არა რუსეთში ხო შეიძლება ჩვეულებრივ მაყურებელმა აღიქვას მიკერძოებათ ეს მაგრამ ეს არის საჯიზბრალი მეტი არაფერი აღარ უნდა გარისკოს ონისემ აღარ არის საჭირო ესე შეკრა და ბრუნზე გადაგდება მეტოქს ნაკლები უფრო დარჩენილი ამ შემთხვევაში ფეხი რომ გამოკრას მეტოქეს ამ ბრუნის დროს არა უკვე თუ კარგად არა იყვანენ აი ხედავთ რომ საჯი აფიქსირებს უკვე და რო არ გააუქმონ გვერდითები და დაეთანხმონ რა უნდა გაუგებარ გადაწყვეტილებებს იღებს ეს არბიტრი არა და ფინალია არა და მას ანდეს ფინალის საჯობა არა ცუდი მსაჯი არ არის და თუ აღნიშნე ობიექტური გადაწყვეტილებებით გამოირჩევა და დაბნეული მეჩვენება ეხლა აქ ამ დროს უკვე თორე დასაწყისში მოგობა კიდე უფრო საჭირო და ეს
ფსიქოლოგიური ზეწოლაც ძალიან მნიშვნელოვანია მეტოქეზე. დაღლილები არიან ორივე. აი ჩაატრიალა. იპონი რასაკეთებს საჯარი ხო იპონი? იპონს აჩვენებს. იპონს აჩვენებს ჩვენთვის კარგია. რაღაც დაემართა. ეხლა მე ვშიშობ იპონი არ გაუუქმო და იქნებ შებოჭოს ონისემ. ეხლა ცოტა დამცინავი საქციელი იყო. ჟესტი იყო ხო რაღაცა. არ არის ეს საჭირო. საჯმა უნდა აჩვენოს და მილოცვა შემდეგ. ბადონი პაატა ბურჭულაძე. ედავთ, საქართველოს პარლამენტის წევრები არიან, სპორტის ესწრებები, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტია იქვე. ხო, ეს ჟესტები არ ვარ გა. ტატამს გარეთ რაც უნდა აჩვენოს, არ აქვს მნიშვნელობა. აქ ეს სპორტს არ უხდება. აჩვენოს ბოლო-ბოლო. გამარჯვებული არის, რა თქმა უნდა, ონისე სანებლიძე, კიდევ ერთი ოქროს медаლი და გილოცავთ ყველა სამ ოქროს медаლს. ო, ცოტა ისეთი წვალება იყო, რთული იყო, მაგრამ მესამე იბრძოლა ონისე ოთხე ოქროს медаლი საქართველოს დელეგაციას. და მეცხრე медаლი კლიანობაში, ეს რეკორდია ამდენი ოლიმპიურ ფესტივალებზე. საქართველოს დელეგაციას არ ქონია. ოჩა, ულოცავთ ონისეს. ან გაუგებარ გადაწყვეტილებებს. აი ეგ იპონია რა თქმა უნდა. დაატრიალა პირდაპირ ჩაატრია. უნდა შემეშინდა უბრალოდ ეხლა ვაზარი არ მიცენ და შემდეგ რა ვიცი. გაჩერებული იყო. არა, ხშირად ხდება ხოლმე ვაზარის მიცემენ იპონს, მე შემდეგ გაუქმებენ, ვაზარის აძლევენ და აქ როდესაც აქვს გაგრძელების საშუალება შებოჭის, მაგასაც არ თმევენ ხოლმე უკვე ძიუდოისტებს. ო, საერთოდ ჩათვლაში ძიუდოში გავედით მეორე ადგილს.